კარგი, ახლა კი მოდი გადავიდეთ ყველაზე ბრუტალურ გაზ-21-ზე. უпроსორად გაზ-23-ზე. გაზ-23 იგივე გაზ-21 იყო, რომელშიც ჩაიკას ვერვა ჩადგეს. ეს ძრავია 95 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და გაზ-21 საშუალებას აძლევდა, რომ 100 კილომეტრამდე ეპიკურ 16 წამში აჩქარებულიყო. 16 წამი რამდენად ცოტა იყო ავტომობილისთვის, რომ აგიხსნათ, გეტყვით, რომ ჩვეულებრივი გაზ-21-ები 100 კილომეტრამდე 32 წამში ჩქარდებოდა. 16 წამი 1956 წელს დაახლოებით იგივე იყო, რაც დღევანდელობაში 3-4 წამი. ანუ ეს გაზ-21-ები მართლა ძალიან სწრაფი მანქანები იყო. მაგრამ ამაზე ეპიკური და გიჟური გაზ-21-ები ყავდათ ტაქსისტებს. კი ბატონო, არ მოგესმათ, რიგაში ტაქსისტებმა ჩამოწერილი ვოლგები აიღეს, გადააკეთეს სარბოლო ბოლიდებად და გიჟური პირველი საბჭოური ნასკარის ბოლები მოაწყეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი გახდა საბჭოთა კავშირში. პირველი რბოლის შემდეგ, რომელიც რიგაში ჩატარდა და დაახლოებით 30 მანქანა მონაწილეობდა, ეს ტაქსისტები ნამდვილი ცოცხალი ლეგენდები გახდნენ. ეს სპორტი იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ერთ წელიწადში უკვე საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოგზაურობდნენ და სხვადასხვა ქვეყნების პილოტებს ეჯიბრებოდნენ. ანუ ჩვეულებრივი პროფესიონალი მრბოლელები გახდნენ ლატვიელი ტაქსისტები. ამას ხუმრობით საბჭოთა კავშირის ნასკარი უწოდეს თავიდან და მერე ოფიციალურად უკვე ეს საბჭოთა კავშირის ნასკარი გახდა. კი ბატონო.